მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენს ეთერში კვლავ პლანეტებზე საუბრის დროა, გადაცემა ასტროზონა გახლავთ ეთერში, რომელსაც მე ხათუნა ნოელი წარუძღვები. უნდა ვისაუბროთ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, კერძოდ კი იმაზე, რომ იუპიტერი თავის მოძრაობის ტრაექტორიას მიმართულებას უпростоრედ იცვლის. 11 აპრილის ჩათვლით ეს პლანეტა ნელა-ნელა უნელებს თავის სიჩქარეს და სტაციონარული ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტა შებრუნებისათვის და უკუსვლით ფაზაზე გადასვლისათვის ემზადება. შესაბამისად, ჩვენც უნდა მოვემზადოთ, ანუ უნდა ვიცოდეთ, თუ რას მოგვიტანს ეს მოვლენა. სტაციონარულობის პერიოდი ცოტა არ იყოს უფრო რთულია, ვიდრე უშუალოდ უკუსვლითი, ანუ რეტროგრადული ფაზა. რადგან ამ დროს პლანეტა გახლავთ გაჩერებული და მასთან ერთად გაჩერებულია ის პროცესებიც, რომლებსაც ეს პლანეტა კურირებს. დიდი ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი ჩვენს ცხოვრებაში განკარგავს სოციალურ თემებს, იმას თუ რა მორალური ფასეულობების მატარებლები ვართ, რამდენად წარმატებულად მკვიდრდებით საზოგადოებაში, როგორია ჩვენი განვითარების ექსპანსია მთლიანობაში. უფრო ზოგადად კი იუპიტერი გახლავთ განათლება, იდეოლოგია, რწმენა და ასევე უცხოეთთან დაკავშირებული თემები. გამოდის, რომ ეს ყველაფერი 15 აპრილის ჩათვლით დაპაუზებულ მდგომარეობაში იქნება. ამის გამო სავარაუდოდ გაჩერდება ან გადაიდება საგამომცემლო და საგანმანათლებლო პროექტები, მოლაპარაკებები უცხოეთის ქვეყნებთან, ასევე ფრიად არახელსაყრელი დროა და მინდა ამას ხაზი გაუსვა, ვინაიდან ძალიან ბევრი სვავს ამ მიმართულებით ხოლმე შეკითხვას, საელჩოებში ვიზიტისათვის არახელსაყრელი დროა, ანუ 15 აპრილის ჩათვლით, ვიდრე იუპიტერი არის დაპაუზებული. ასევე სწავლის დასაწყებად, სამოგზაურო წასასვლელად, ჩვეულებრივ მოგზაურობას გულისხმობ, სულიერ მოძღვართან პირველად მისასვლელად, ნათლობისათვის, ჯვრისწერისათვის, ეს რამოდენიმე დღე არის არასასურველი. გამონაკლისი ეს იქნება მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც პირად რუკაში იუპიტერი ასეთივე სტაციონარული ჰყავთ. ამ ხანმოკლე პერიოდის მანძილზე მათ უნდა მოასწრონ ზემოთ ჩამოთვლილ თემებში პირველი ნაბიჯების გადადგმა. როგორ უნდა ნახოთ პლანეტა სტაციონარულია თუ არა? ნაწილმა ალბათ იცით, ნაწილს კი გეტყვით, რომ ლათინური ესი უნდა ეწეროს პლანეტას ჩამონათვალში, ანუ იუპიტერის ნიშნულის გვერდით უნდა ეწეროს პატარა ესი. ამ შემთხვევაში ეს პლანეტა იქნება სტაციონარული. თუმცა ონლაინ საიტებზე ამის ზებნას არ გირჩევთ, იქ როგორც წესი ამას არ აჩვენებს ხოლმე, უნდა ინახოს პროფესიონალურ პროგრამაში, მაგალითად როგორც არის Z9. დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს სტაციონარულ იუპიტერს. ესე იგი, მომდევნო სტაციონარულობა იუპიტერს ექნება მხოლოდ 6-დან 16 აგვისტოს ჩათვლით, ესე იგი, ეხლა 15 აპრილამდე ამ იუპიტერის პატრონებს შეუძლიათ რომ იაქტიურონ. 15 აპრილიდან კი ეს დიდი ბედნიერების პლანეტა უკუსვლითი, ანუ რეტროგრადული გახდება. და მთელი მომდევნო 4 თვე, ანუ აგვისტოს 12 რიცხვის ჩათვლით, ესე უკუსვლით იმოძრავებს. ეს არის ძალიან კარგი პერიოდი თვით ანალიზისათვის, ჩაღრმავებისათვის, თუ რას ვაკეთებდით განვლილი პერიოდის მანძილზე ჩვენი სოციალური თვით დამკვიდრებისათვის, სად დავუშვით შეცდომები, გავაანალიზოთ ის შეცდომები, რომ აღარ გავიმეოროთ მსგავსი. გავაანალიზოთ ის ნაბიჯები, რომლებმაც წარმატება მოგვიტანა, რომ შემდგომში ამ ყველაფერს დავეყრდნოთ. ეს მითითება ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ. გარდა ამისა, იუპიტერის უკუსვლითი მოძრაობა ითვლება, რომ აფერხებს სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტას. რა თქმა უნდა, აგრეთვე უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხებს, ტურისტული, საერთაშორისო მიმოსვლები, არახელსაყრელი დროა
ესეც აი ამ პერიოდში, მთელი მომდევნო 4 თვის დროს, რაც ალბათ გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ზაფხულის სეზონი ემთხვევა ამ ყველაფერს და ალბათ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს საამისოდ მეტად თუ ნაკლებად უკეთესი პერიოდები და დღეები. გაუმართლებელი იქნება სავარაუდოდ ამ პერიოდში გატარებული საკანონმდებლო რეფორმები და ნორმატიული აქტები, რომლებიც შემდგომში აუცილებლად მოითხოვენ ხელახლა გადასინჯვას და ხელახალი ცვლილებების გატარებას. შეფერხებები ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალური სტატუსის გასაფართოვებლად ნებისმიერ ქმედების განხორციელებას აპირებენ და ეს ქმედება არის მათთვის პირველი ნაბიჯი. პირველი ნაბიჯებისაგან ამ 4 თვის მანძილზე სჯობს რომ თავი შევიკავოთ. თუ თქვენს რუკაში იუპიტერი არის დირექტული. თუ არც ესი უწერია და არც რ, ანუ რეტროგრადულობის აღნიშნული ნიშანი, მაშინ თქვენ დირექტული იუპიტერი ყოლიათ. მაგრამ თუ მიუხედავად იმისა, რომ აი ეს სოციალური წინსვლისთვის მთელი მომდევნო თვე შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ არახელსაყრელია, არის გამონაკლისებიც. თუ ესეთი აქტივობები წარსულში უკვე გქონდათ, ანუ პირველი არ არის და ეს არის განმეორებითი მცდელობა, მაშინ პირიქით შეიძლება რომ სწორედ როგორც იტყვიან თქვენი დრო მოსულა. კერძოდ კი ჩამოგვითვლით თუ რა ქმედებებისთვის არის ეს მიზანშეწონილი ეს პერიოდი. მათ თუ არიან ესეთი ადამიანები ჩვენს მერებთა რიგებში, რომლებმაც გარკვეული რაღაცა მიზეზების გამო მიატოვეს უმაღლესი სწავლა, წიგნის დაწერა, შემოდეს თაროზე ვთქვათ სამაგისტრო ან სხვა სამეცნიერო ნაშრომი, აი მათ გამოადგებათ, რომ დაუბრუნდნენ ამ თემებს ამ პერიოდში ბედნიერების პლანეტა იუპიტერი ხელს შეუწყობს მათ. აგრეთვე იმათაც, ვინც უცხოენების სწავლას აპირებდა, წამოიწყო, ან უბრალოდ აპირებდა, მაგრამ გადადო მომავლისათვის, აი ეხლა თუ ამის განახლება გსურთ, მართლაც რომ შესაფერისი დრო დადგა. ასევე იმათ, ვინც უკვე სცადეს საელჩოებში შესვლა და ვიზის მოპოვება და უარი ეთქვათ, განმეორებითი მცდელობისათვის მათთვისაც მშვენიერი პერიოდია მთელი მომდევნო 4 თვის მანძილზე, ну, რა თქმა უნდა, იქ პირადი რუკის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს შემდგომ უფრო კონკრეტული თარიღი. აი ესეთი თემები, როდესაც ჩვენ რაღაცას განმეორებით, სოციალური თვითდამკვიდრების მცდელობებს განმეორებით ვახორციელებთ, ეს ძალიან მომგებიანი თემებია ამ 4 თვის მანძილზე და ასევე ისიც თუ გქონდათ რაღაცა გაფუჭებული ურთიერთობა მეგობრებთან, ახლო ადამიანებთან და რაღაცა სულელური წვრილმანი მიზეზის გამო თქვენი მეგობრობა ჩამოიშალა, აი 15 რიცხვიდან შესანიშნავი დროა ამ ურთიერთობების აღსადგენად, მოსაწესრიგებლად სამყარო ამის მშვენიერ შანსებს გაძლევთ. გარდა ამისა, მათთვის, ვისაც რეტროგრადული ყავს იუპიტერი, ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ძალაში არის ათმაგად, იმიტომ რომ აი სოციალური თვითწარდგენა, პრეზენტაცია, ბიზნეს პროექტების განხორციელება, გაფართოვება, არსებული ბიზნესის სამოგზაუროდ წასვლა იქნება თუ სწავლის დაწყება თუ სხვა. ყველაფერი ეს რეტროგრადული იუპიტერიანელებისათვის არის მაქსიმალურად ხელსაყრელი და წარმატებული ამ პერიოდში. საერთაშორისო ურთიერთობები, გასტროლები, შემოქმედებითი და საქმიანი პრეზენტაციები, თვითრეკლამა, იუბილეების აღნიშვნა, თვალსაწირის ნებისმიერი ხერხით გაფართოვება, იურიდიული საკითხების საგამომცემლო თემები, ყველაფერი ეს შედის იუპიტერის კურირების ქვეშ და აი მათი თემები იქნება ძალიან სწრაფად და წარმატებით განხორციელებული.
დირექტული იუპიტერების პატრონებს კი აი პირიქით ამ ხნის მანძილზე რეკომენდაციას გაუწევდი ნაკლები აქტივობა გამოეჩინათ კარიერული წინსვლისთვის ზრუნვაში, იურიდიული საკითხების მოგვარებაში, უცხოეთთან ახალი კავშირების მოძიებაში და ახალ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვაში. აჯობებს აი ეს 4 თვე უკვე წამოწყებული საქმეების დასრულებისთვის გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, 4 თვე გულხელდაკრეფილი ვერ იჯდებით. თქვენ გექნებათ რაღაცა დარწმუნებული ვარ, უკვე დაწყებული და აი ეს პერიოდი გამოიყენეთ იმისთვის, რომ დაწყებული საქმეები დაასრულოთ ბოლომდე. და ვიდრე თვითონ გადაცემას დავასრულებდე, ასტროლოგიის მოყვარულებს მინდა ერთი კარგი ამბავი გითხრათ და გაგახაროთ. გამოვიდა ჰორარული ასტროლოგიის სახელმძღვანელო, რომელშიც თავი მოეყარა ამ დარგის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლების ნაშრომების ნაშრომებიდან აღებულ და ერთად გადამუშავებულ მასალას, შრომის ავტორი გახლავართ მე. შედეგად მივიღეთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენ საკუთარ მშობლიურ ენაზე, ქართულ ენაზე გავეცნოთ ჰორარული ასტროლოგიის შესახებ ინფორმაციას. ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც გამოადგება იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული მინიმალური საბაზისო ცოდნა მაინც აქვთ ზოგადად ასტროლოგიაში, ჰორარული ასტროლოგიის შესახებ თუ გაინტერესებთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება და თვითონ აი ამ წიგნის შესახებ, შეგიძლიათ დაგვემატოთ Facebook ჯგუფში, ჩვენი გადაცემის სახელწოდების ანალოგიურ სახელწოდების მქონე Facebook ჯგუფში ასტროზონა და აი იქ მიიღებთ ამის შესახებ უფრო ვრცელ და დეტალურ ინფორმაციას. ახლა კი გემშვიდობებით, რადგან სულ ეს იყო, რაც მე დღეს თქვენთვის მინდოდა მომეხსენებინა. კარგად ბრძანდებოდეთ მომდევნო შეხვედრამდე.